მე ვარ ლუკა შათირიშვილი 8 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და მეგობრებთან ერთად თამაში. უკვე 1 წელია ცეკვავ ანსამ საწმინდაში. მე მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე რომ შევედი. პირველ დღეს როდესაც მივედი, გოგოები ბიჭები ერთად ვიყავით და რაღაც პატარა მოძრაობებს ვსწავლობდით. ბავშვებს არ ვიცნობდი, მაგრამ არც უნერულობდი. უკვე ყველა გავიცანი და დაუმეგობრდი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის საჭარული. ჩემი საყვარელი ილეთია ეს. ჯერ კონტენტი არ მქონია, მაგრამ მინდა რომ მქონდეს. მე მინდა ძალიან რომ იტალიაში მქონდეს კონცერტი. ცეკვაში რთულია ხარისში ფეხების გაჩერება. მარტივი არის კაურის ცეკვა. ცეკვას ვაპირებ კიდე 7 წელი. ჩემ კვარტალში აუცილებლად ვიცეკვებ. აჭარული ცეკვა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა ვისწავლო. მინდოდა სადღაც შეცვლა და დედაჩემმა და მამაჩემმა გადაწყვიტეს, რომ ცეკვაზე შევეყვანე. ცეკვაზე რომ შემიყვანეს, ჩემმა მშობლებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. მე ასევე ძალიან მიყვარს თამაში. განსაკუთრებით მიყვარს კომპიუტერის თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია Roblox. ასევე მიყვარს Clash Royale. მე რო თამაში შექმნა შემეძლოს, შევქმნიდი ადამიანს, რომელმაც გაიღვიდა და სამყაროში არავინ არ დახვდა და უნდა რომ ისევ ძველ დროში გადავიდეს. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს კალათბურთის თამაში. მეგობრებთან ერთად ხშირად ვთამაშობ კალათბურთს. ჩემი საყვარელი კალათბურთელია LeBron James. კალათბურთს ვთამაშობ ცველის პოზიციაზე და ძალიან მიყვარს კალათში ჩაგდება. ჩემთვის კომფორტულია ორქულიანი ჩაგდება. სამქულიანი უფრო, ესე ვთქვათ, ბერძი არის. მაგრამ რა თქმა უნდა, სამქულიანებსაც ვაკეთებ. მე უკვე მაქვს 50 ლამაზი ბურთი ჩაგდებული. ერთხელ ცენტრიდან ბურთი ჩავაგდე და ძალიან გამიხარდა. ჩემი საყვარელი გუნდია ბარსელონა. კალათბურთი იმიტომ არ შევდივარ, რომ უფრო ქუჩის კალათბურთი მიყვარს. კიდევ ძალიან მიყვარს დახვეჭებანი. მე მიყვარს უფრო, როდესაც ვიმალები, რომ მომინდეს 1 საათით დავიმალებ. ძალიან მიყვარს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენმა ქართველმა გმირება თავი გაწირდა ჩვენთვის. მე მაქვს ჩემი ცეკვის ფორმა, რომელიც არის შავი. მე მინდა წითელი ფერის ჩოხა თავისი ხანჯალით. ცეკვაში ჩემი მასწავლებელია ბაჩი დუმბაძე. ბაჩი მასწავლებელი კარგი ადამიანია, რადგან იგი გვასწავლის ცეკვას და ჩვენთვის დროს ხარჯავს. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ კარგი კლასელებიც ყავს, კარგი მასწავლებლები და კარგი საგნებიც არის. ჩემს კლასში ყველაზე მშვიდია გიორგი დუმბაძე. ყველაზე სელქია ილია გათენაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. სიმპათიური კი ვარ, მაგრამ შეყვარებული არ მყავს. შეყვარებული არ მინდა, მაგრამ რატომ არ მინდა ვერ გავიგე. სულის მოყვანა არ მინდა, მაგრამ რომ მომინდეს 26 წლის ასაკში მოვიყვან. შვილებს დავარქმევ გიორგის, ილიას და თიკოს. ჩემ თავს დავარქმევ ლილეს. სამოგზაუროდ მე მინდა წავიდე ჩეხეთში. არ ვიცი, ერთხელ დედა იყო და ძალიან კარგი საჩუქრები ჩამომიტანა. მე საჩუქრები ძალიან მიყვარს. საჩუქრების გამო მიყვარს ახალი წელი და დაბადების დღე. ჩემი დაბადების დღე რა თქმა უნდა უფრო მიყვარს. დაბადების დღეზე მე მინდა მაჩუქონ ფორმულა 1-ის სათამაშო მანქანა. ჩემი ოცნების საჩუქარია 4 სართულიანი სახლი თავისი PlayStation-ებით და აუზით. ეზო შეეყენება ლურჯი ფერის ბუგატი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია სოფო აჩნაძე. იმიტომ რომ იგი კარგად გვასწავლით პატარა დეტალებსაც არ ტოვებს. სახლში ვცხოვრობ დედაჩემი, მამაჩემი, ბებიაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი და მე და ჩემი კატა. ჩემი და არის 9 წლის და ჰქვია ანა. ანა არის მშვიდი, ლამაზი და ნერვებზე არავის არ ყვება და არ აბრაზებს. ჩემი ძმა არის 18 წლის და ჰქვია ბუბა. ბუბა არის მშვიდი, ჭკვიანი და სიმპათიური. ბუბა არის ძალიან კარგი ბიჭი. მამიკო არის მშვიდი, სიმპათიური და ვაჟკაცი. დედიკო არის ლამაზი, მშვიდი და ყურადღებიანი. ასევე მყავს ძალიან საყვარელი და თბილი ბებო, რომელიც აკეთებს უგვემრიელეს საჭმელებს. ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. სახლში ყავს ძალიან პატარა კატა, რომელიც არის 6 თვის. დედიკომ და ჩემმა დამ დაარქვეს კატას ლეო. ბევრი ფული რომ მქონდეს, პირველ რიგში დედაჩემს უყიდდი თავის საყვარელ ტოიოტას, მამაჩემს კი რასაც მომცხოვდა იმას. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი 30 ხინკალს და ბუკად ჩილონს. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნი არის ბულერბიელი ბავშვები. ასევე მიყვარს ანიმეების ყურება. ჩემი საყვარელი ანიმეა Blue Lock. კიდე მაგ ანიმეს მთავარი გმირი არის ისაგი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა.
ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ილონ მასკი. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ ასეთ შეკითხვას, რომ გაიცები ვინ გინდა რომ გამოქვიდე. მაგალითად მე მინდა გამოვიდე ფორმულა 1-ის პილოტი. ბედნიერება არის ადამიანის დახმარება და კარგი ოჯახი რომ მყავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.